არის საზოგადოებაში, რომ ვინც დიპლომატიაში არის, ყველა ჩეკისტია. ეს არის ტყუილი. დიპლომატში და ჩეკისტებში განსხვავება არის ერთი. ის რისკზე მიდის და შენ არა. თქვენს განყოფილებას, ანუ იმ ჯგუფს, რომელსაც თქვენ იმ დროს ექვემდებარებოდით ან წარმოადგენდით, რა დავალება ჰქონდა ამერიკაში? საბჭოთა კავშირის ინტერესების გატარება. მანქანას რო ქოქავდით, მანქანაში არავინ არ უნდა მჭდარიყო. თუ არ აფეთქდებოდი, მე სვამდით სხვას. საქართველოს პირველ პრეზიდენტში რა დავალებები აქვს რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატებისთვის? რა დავალებაც მომცა მე იმაზე უარი ვუთხარი. ედვარდს გამოვიყენებ შენ დასახმარებლად და პოზიციის გასამაგრებლად. მე გირჩევ. ბატონ ედვარდის ჩამოსვლასთან არ იყო ჩართული. არც რუსეთს ედვარდის აქ ყოფნა არასოდეს არ უნდოდა და არასოდეს მაგის მხარდაჭერი არ იყო. არც ადრე ვიცოდით რა გვინდოდა და არც ახლა ვიცით. მივეცით საშუალება ვიღაცას, რომ გვიკარნახოს. ჩვენ სუსტები ვიყავით რა.